22 სექტემბერს გითხეს რომ სახლი დაშალეთო. და 50 მეტრის გადმოდის საზღვარი ეგრეთ წოდებული საზღვარი რა როგორც მიბად გითხეს. ეხლა სამი ოჯახი იყო ამ ადგილასაც ჩამწკრივებული. ეს სამთავრობო ოჯახს გითხეს რომ რასაც მოასწრებს სამ დღეში დაშალეთ და წაიღეთო. რაც მოასწრეთ აქ ხეივანი იყო, სათავსოები იყო, ყველაფერი ის ოთახსაც გაკეთებული ჰქონდა, თითო ოთახებს ვაკეთებით უკვე დაბრუნებას ვაპირებთ ადგილზე რომ დაბრუნებულიყათ მაინც ჩვენი კერაა ჩვენი და ერთი 100 მეტრის იქით ვაშენებ კიდე სხვა სახლი დავიწყევი. ახლა რასაც შევძლებ გავაკეთებ. მაინც აქედან წასვლას ჯერჯერობით კიდე არ ვაპირებ, მოტავალ ახლა. მაინც ყველას თავისი ადგილი უყვარს და ყველას თავისი ეს უყვარს. ახლა იქით კიდე მეორე ორი კიდე იქ ზემოთ სახლი არის. იმათაც ანალოგიური გააკეთეს ეგრე და რა ვიცი ახლა ჯერა ველოდებით. კიდე სად გაივლის ეს ხაზი. იმიტომ დაწყებულია უკვე ხაზი მოსდევს ზემოდანა. ხო და რა ადგილას გამოვლის ახლა მაგას უფრო უკავშირებთ რომ ეს მაინც უარ შევწდეთ არაფერში და არაფერი ის გვიქნას რომ უფრო ახლოს უარ მოიწინოს, კი? ეს არის ჩემი სახლი. აგვისტოს ომის დროს გადამიწვეს ბინა. კარებები დაცხრინეს, თუ ყველაფერი გააკეთეს. აგენ ნატყვიერებით ეთყობა, რა დღეში იყო რო ვერ აღებდნენ კარებს. ესრულეს და სულ დაცხრიდეს და მე შიგნით რაღაცები გადაყარეს და გაუჩედა ხანძარი. მაგის იმით. რამდენი წელია შენები ამ სახლს? დიდი ხანი ძალიან. პირველი სართული, მეორე ეს ისინი მოვაშენე, გავაკეთე სახლკარ დავამგვანე. ეს მოხდა. ვარა ვქნა. ეხლა სკოლა იყო დაწყებითი, არა ფუნქციონირებდა და იქა ვარ შესახლებული 4 ოჯახი. თითო ოთახი გვაქვს იმ 4 ოჯახს. და იქა ვართ. რომელი სახლია? გამარჯობათ ბატონო დათა. ჩვენ ამბულატორიიდან ვართ. როგორ ბრძანდებით? აი როგორ დაბრძანდებოდი, აბა როგორ არა. ხალი აღარანი გაფეხითა და. რა ჭირს, რა სკივა? რა ჭირს, აი ესენ გამოუწერა ჯოკანი ექიმა რა ესედა. არ ჩარაფეს საშველი, იქ წავიყვანო ცხინვალში, ცხინვალში წაიყვანებენ აი ხო. იმ გორებზე ნემები. გასი მოკვდებოდა, გარჯი აქ მოკვდეს. ისა ბატონო დათა, ჩვენ გვინდა რომ დაგეხმაროთ და როგორმე შეგიძლიათ რომ გადმოიყვანოთ? როგორ გადმოვიყვანოთ? საერთოდ გადმოვიყვანოთ, ეხლა დეშედადიან რუსები, აი გადადიან, გადმოდიან ესში. აი ეს თქვენი რეცეპტი მაინც თქვენ აქონდეთ და მე დავიმახსოვრე რა წამლებიც იყო. რა ვიცი, მაინც იცით რა არის, რუსები რო შეგხვდებიან, უთხარით, რომ იყო ექიმი მოსული თქვა რომ თანახმა რომ გადმოვიდეს საზღვარი, ნუ მათი თანხლები. ეგ განასწავლე, მე ისინას მეცხრა, აგრე ექიმია. ამ ექიმს უთხარი, მე ლაპარაკები რუსებს ამეს კიდე არ შემიძლია. მე მაგის ლაპარაკები მაგის თქმა არ შემიძლია რუსებთან. ხო, მაგრამ თვითონ აქამდე ვერ მოვა რომ დაველაპარაკოთ? პირდად კიდე არ დაგინახო. გამარჯობათ ქალბატონო ვალია, როგორ ბრძანდებით, როგორ აბა ვერ გეხმარებით აქედან? რა გაწუხებთ? აბა დაიღალეთ? ფეხები ხო არ გისივდებათ ხოლმე? არა, მუხლები. თავი მტკივა ხომ გვერდი. თავბრუსხეებიცა გაქვთ? ტკივილი გულის არეში ან ბეჭის არეში თუ გაქვთ ხოლმე? ცუდად გიხდებათ. წამლები გაქვთ სახში? ეგენი რაც
ეგენი არ არის საკმარისი, წვეთებიც უნდა კონდეს რაღაცები. წვეთ. აი ძალიან ნელა წაიყვანე და გზაში დაასვენე ხოლმე რა უკმარისობაც არ დაიმართოს კაცო. დატვირთვით არ უნდა დაიტვირთო, საქმე არ გააკეთებინო. თავი შვილი იყო. კი, საქმე არ გააკეთებინო. არა, ლოგინო. ხო. კი, მესმის თქვენ მითხარით თაბრუსხვევა აქვს, მაგრამ გაცილებით მეტი პრობლემა აქვს ახლა ამ ქალბატონს ვიდრე თქვენი წახით და. ნევსები რა გამოუწეროთ და რაღაცა ვირმე მათ გაუკეთებს? აბა ვინ გამოგერო? არა, გაიქნება ვინმე ნახო აქ. სულ თუ პატრონოთა ხართ, მაშინ ეგრე გამოდის. საძოვრები აღარა გვაქვს. სასაფლაოს თავზე ჩამოგვიტანეს. მართუხლართები გაგვიბეს. ვეღარა გვყავს საძოვრები, ძროხები საძოვარზე. მოკლედ. გვეშინია გადასულისა, რო გადავიდეს საძოვარზე ძროხა, ვეღარ წამოვიყვანთ. წავიყვანთ, დაგვაჯარიმებენ. მიყავთ ფულს გვახდეინებენ და რა ვიცი. ყველანაირი პრობლემები აქვს შექმნილი. წელია შევიძახს, მაგრამ კაცი იმედით წოსხლობს. აუ, ცხოვრება მოიტანა ჩვენი. ფახფახა ხოს მივაწოდოთ მახოსა, მახო. სონა იყო სადავიწყე ეგრე იყო. მოდი ხა, მახო. ნიაგებობ წასულებსა სულ ყველასა რა ვიცი. ვინც ვერავდივართ. უნდა აირბინო და უნდა დაასხა სულ ყველასა თითოჭიქით. სულ ყველას უცხო შენდება რო. ეგრე იყოს მოგონება იყოს. მახო მოდი აღუშე მახო. მახო, ჩვენი ხათრით ხო იცი ჩვენი სიყვარული. უნდა ახვიდე. ყველა საფლავებზე დაიარო. ყველგან შენდობას ვერ ეთქვი, მაგრამ საცადაკი დადგები. ყველა მოიგონე, ყველა შენდობა უცხარი. აბა შენიცი მანხაზ ადიეხო და სულ ყველა საფლავზე კვერცხი გააგორე. შენდობა უთხარი გვინოც მანდარი, სულ ყველა ჭიქა წაუქციე და შენდობა უთხარი. მერე მაგაშიც უნდა დაგვეხმარო, რომ რამენაირად ჩვენი სასაფლაოები ცოტა ისეთნაირად გავაკეთოთ, რომ იქან ბალახი არ იყოს და მერე რა ვიცი. ძალიან დიდი ბალახი იმდენს ვერ შეწვლები, რასაც დასალამ. ამოდი აქ დაგიჭეს. საათაძრები. დაგოგე მახო, დაგო. ჩემს თქა. When I a couple of minutes ago saw this place, something came to my mind for the history of my own country. When President Reagan of the United States visited Berlin in the 80s, he made this famous sentence, "Mr. Gorbachev, tear down this wall." And in this case, I would like to quote him and say, "Mr. Putin, delete this barbed wire." This is clearly not the Europe that we want, and that is not the Europe for which we are working. This is an abnormity here. The situation here is in Europe of the 21st century absolutely not acceptable. No, I have to say it's a tragic situation. It kind of reminds me of the Berlin Wall. People here are artificially separated from their fields, from their cemeteries. It's really painful to see this, the normal life of people disrupted, the inability to reach the places where your family is buried, water, fields, etc. So it is a serious humanitarian drama. You know, there are not so many places in Europe where you can see like this. You know, when I was much younger, so I still remember the Berlin Wall. You know, I
I see the thing which looks like, it's difficult to believe. Learned much that is both alarming and depressing about the situation affecting people displaced from and living in Abkhazia and South Ossetia.